აი გამარჯობა თქვენი მეგობრებო, ბოლი გახარია იყო ეთერში. დაგვაბოლა რა, საოცრად უწევოდ გამოიყურებოდა, მაგრამ ეს ჩვევა მისი, მაგრამ მაგით არ მინდა დავიწყო, აპერატივად მინდა ძალიან მაგარი ვიდეო შემოგთავაზოთ, ეს არის თარგამაძე გივია დაჭერამდე, გაუშვით. არ არის? ნუ რეკავს ეგ მგონია რა. ამიტომ მეუბნება რომ გივი კახა ვარ, ვინ კახა ხარ? აი მეთქი თუნოდი ხარ, მოდი რა და ანუ შედახის ყუნს და აი ნუ აქედან აღარ არის საინტერესო. ვანო მერაბიშვილს ეძახდნენ სკუნს. მეგობრებო, სკუნსი არის ეს ცხოველი, რომელსაც ერთადერთი დამახასიათებელი არის რომ მყრალია. ანუ სკუნსი როგორ გამოიყურება, შეიძლება ხელენად არც იცი ადამიანი. ანუ მყრალი როჟა რა. სკუნსი რეალურად ვიცი არ უსაყვარლეს. შესაბამისად ის რომ ვიცი არ ვიცი როგორია. უსაყვარლეს. არ ვიცი, მაგრამ ჩემი ერთ-ერთი როცა ადამიანს YouTube-ზე დროის გასაყვანი არის, როცა ადამიანს რა ქვია, ვერანდებზე როგორ შერბიან ესენი და როგორ როცა ადამიანს ეძახის სკუნს, ეს იმას ნიშნავს, რომ ყარს. იმიტომ რომ სკუნსი ასოცირდება სკუნსის მთავარი ყური დამიკეთებ თუ შეიძლება. სავიზიტო ბარათი არის სუნიკი. თუ დღეს გიორგი გახარია როგორც იყო წარმოდგენილი და როგორ პატარა ბავშვითაც დაჩაგრეს და არაფერზე მას პასუხი არ ქონია, არ ვიცი ყოფილი პრემიერ-მინისტრისგან და ზოგადად როგორც აქვს თავისთავად დაპოზიციონირებული რომ ის არის ლიდერი და ის მაჩო და მაგრამ ბოკუჩავასთვის ისე მაჩოა რა გიდა. ხონახე იქ სასტუროს ნომერში გვერდით ეჟდა უღებდა. ბოკუჩავა არა კაც. აბა, ბუჩუკური. ჩვენ გაგვიკვირდა. შეწმე მეორე მოხარშეა. არა. ამორ შორის არის განსხვავება. ვიძებ ბოკუჩავა ჯობია. ვერ გას, მის. ბუჩუკურს. თუ გახარიას. გახარიას ორივე ჯობია. კაი. იმ თვალსაზრისით როგორც მე ვამბობ, კი ბატონო. რაც მე თქვი სწორია. მოდი გავუშვათ ახლა შლეგიანი მენტალური დაავადების მქონე ადამიანი. მაგათ თუ გამოვიცნობთ. არა, გერ გავუშვ. არა, გეხოცე, მე გავუშვ მაგ რაღაცას. ახალ ვიდეო. არა, ნუ ეს იმაზე იძახდა რა ქვია. ყველა ასეთი არის აქ, მაგრამ ეს და ყველა ეგეთია. შეკრება იმათ ნაცების. ინგა შეიგრევნა. ერთობა შეკრეს ურყევი? ავიდა. იქ ავადუღოთ პროცესი და ეხლა ავადუღოთ ეს პროცესი არ შეიძლება? ამაზე არის. ანუ რატომ ავადებით იმას, რა ქვია, ოქტომბერს რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაჯდეს ციხეში, ანუ 4 ოქტომბრამდე იცით რამდენი ადამიანი ხდება კიდევ პატიმარი? დავიწყოთ დღეს თუ ამის შესაძლებლობა. ხდება კიდევ პატიმარი? დავიწყოთ დღეს. აი, თქვენი ფანტაზიური გასაგები. ბიჭო, მე არ მithქობს მაგ ბატონზე. სხვა არა. აი ხედავ როგორი გაურკვევობა მოხდა როცა ამდენი შლეგიანი როცა ქალაქში არის ორი მარინე და ორი არა შლეგების რაოდენობა მოიმატა სტუდიებში და აქციებზე მაგრამ უყურე მოდიო ჩვენო ეხლა რაღაც ველოდებითო თორე იქ რო დაიწყებენ 4 ოქტომბერს იქ ხო იმედი აქვს რომ დედას უკვე მოდიო ეხლა გავაკეთოთო რა თქვენ არ გაგისურვებთ ეკითხვა და ალბათ იცით რას ველოდებით ჩამაყენეთ საქმის გუშინ ვინ იყო ეს კალსონის ბები რა მნიშვნელობა აქვს ვიღაცა აქტივისტი იცით ვინ იყო ეს არ ვიცით ვიღაცა აქტივისტი რომელმაც ვიღაცაზე რაღაცა ჩეჩნები ნიტო რაღაც. მოდი ეხა არა, კაი ხუმრობების იქით. ერთი წუთი, ერთი ანალიზი. მოდი კონტრასტულად გავუშვებ. ერთი სასაცილო, ერთი შინაარსობრივი და კონცეპტუალური. რო გავუშვებ, მაგის სასაცილო იქნება. აი გეუნები, ერთი კონცეპტუალური ნამდვილი მოაზროვნე ნანკა კალატოზიშვილის ანალიზი. ხო, ნუ მან დაგვერხა. დავაი გავუშვებ. აბა მინდი. საინტერესო ფრიდ. პირიქით კი ანუ ვიხლიჩებოდი და შიდა სხვა რაღაც პრობლემებზე კი ანუ დავსაუბრ მართლა სიგიჟეში ვარ ან რეალურად სულ მგონია ხოლმე რომ პოპკორნი ძის ბიზინა და გვიყურებს რა დღეში ვარ ჩიგრით და ერთიანი ფრონტი რა ვიცი ეხლაც არ ვიცი ან მე არ ვიცი რას გადაწყვეტავენ მაგრამ მე ვარ ბოიკოტის მომხრე და რაღაცა საყოველთაო ბოიკოტის მომხრე ისეთი როგორც ალბათ ისტორიას არ ახსოვს როცა პასუხს გასცემს ქვეყანა აი ამ უსამართლობას ანუ ეს მართლა უნდა ისეთი ბოიკოტი, რომელიც ისტორიას არ ახსოვს, რომ სუბსიდირებული ბოიკოტი უნდა, ფულს იღებდეს ბოიკოტში ეგ უნდა, შესაბამისად კი, ისეთი ბოიკოტი, რომელიც ისტორიას არ უნახავს. ისე ერთი რაღაც რომ აღინიშნოს, მე მგონი არ იქნება ურიგო ჩვენი მხრიდან. ზოგადად ნაცები და ეს რადიკალი ოპოზიცია განსაკუთრებით გამორჩეულია კულტურულად მარგინალური და
ისეთი, რა ქვია, damaged ხალხით მიხვდი რაღაც მხრივ და ნანკა კი გამოირჩევა მატჩი, ისეთი პრეზენტაბელური და სიმპათიური ქალბატონია. მაგად მათგან განსხვავებით. ერთი ამის თქმა შემიძლია. ტვინი არ ექნება. ნანკა კალატოზიშვილი მესამე წრეზე ბრუნდება, იმად რა ქვია, ოპოზიციის ლიდერად, იმიტომ რომ ერთი წრე დასმულდა მაშინ ის ვიდეო თუ გვაქვს ჩამიგდეთ, ეს და მაგის პაძელნიკი დაკალი მსახიობი კისოსებზე რო ცეკვავენ ძალიან სექსუალურად და ვიღაცა რო წყალსასხავს. ჯერ შეასხა და მე რეიცეკვს. ხო, და რაღაცნაირად რო ის აი მაშინ ამ ფეილმა ამ ცეკვის ეროტიული ცეკვის ფეილმა არის რიგითი მოქალაქე, რომელიც მოწყალებას ითხოვს პარლამენტის წინ. ანუ ყველაზე კარგად ვინც არის მსაჯული, ვინ არის ნაძირავა. ვისთვისაც კეთდება ამათი აზრით. კი. ამათი აზრით რევოლუცია არის. პროსტა ვიცი არ დაევაცა. დარწმუნებული ვარ. უიმე მაჯლაჯუნე მოვიდნენ. კი, დარწმუნებული ვარ. ჩემი დრო ხო არ მოვიდა სიკვდილმა მომაკითხა ამათ. დარწმუნებული ვარ, არანაირი პოლიტიკური სიღრმე ამ გასაკვირველია. კაი, მაშინ ჩემი ჯერი. არა, ეხა ჩემი ჯერი. შეხო გამკაში ნარსობრივი ეგრეც არა ჩავხედო. აი მამის გაიშვილი. გადაობა წავიდა. პირველ ოქტომბერს ვიკრიბებით 3 საათზე რუსთაველის გამზირზე 10000 კაცი ლელოს 15000 კაცია ნაციონალურ მოძრაობას 10000 კაცი ახალს და ამ კოალიციას 7000 კაცი ბოგერია ჩერგოსას და ასე შემდეგ ჩამოიყვანეთ მოიყვანეთ შტება უზრუნველყავით მუსიკოსები აქ იცეკვებთ პატა ბურჭულაძე აქ გამოვა ბუღაზი აქ გამოვიდეს არასამთავრობო ორგანიზაციები ამას აკეთებენ ისინი ამას აკეთებენ ფარი მიდის და ჯარს ეუბნება რაღაცას ვეტერანები არა ვეტერანები კახეთი არა. აცოდე, ბიჭო. არა, აღარ არის თავთავ დავიდე. ანუ და გზა იკეტება ბაიკერებით, ეგამ. ხო, არის ეგრე არ შეიძლება. გასაგებია. დაალაგა ძმა ყველაფერი გაგინდა. ანუ აქეთ მე მგონი ის ქონდა, რა ქვია, თბილისის მასივი მაკეტად ქონდა და ესე იმაშოვა პროსტა კამერაში არ ჩაეტია. მაკეტი ქონდა თბილისის. მე მგონია რომ ზანებები მიიღეს, მივიდა. არა, ეთერი გადაიცა. მე მგონია რომ ჩვენ გადავეცდ უკვე. ადამიანებს რომელთაც ჭირდებათ მედიკამენტოზური ანდაც რაღაცა ისეთი ინტერდისციპლინარული მკურნალობა ზოგს შეიძლება არტ თერაპია, თიხის ზერწვა, რაღაცების დაეხმაროს. ზოგს შეიძლება ხატვა დაეხმაროს, მაგრამ ადამიანები რომლებიც ცალსახად არიან სამკურნალოები და ასევე აქვთ ამბიცია, მე სამკურნალო ადამიანებს კი არ განვიკითხავ, ისე კი არ მოუხსენებ და ამავე დროს აქვთ ქვეყნის მართვის და პოლიტიკური ამბიციები, მე მგონია რომ სიმულირებული რაღაც მოდელირებული რეალობა უნდა გაუკეთოთ, იმიტომ რომ ეს არის სოლუშენი, უმარტივესი რაღაც. ეხა ამას გაუკეთე პატარა თბილისის მაკეტი, სადაც 50 ბაიკერი იკეტავს იმას. აქ ეს მონოპოლია ესტაბლიშ კალიჯარის კაცები. კი და მონოპოლია ესტაბლიშ და ეს აი ნახე ამას რაც ეყოფა, მიშას ეგ არ ეყოფ, მიშას დიდი უნდა. აი მიშას უნდა ესეთ პავილიონის ბონჩი რო დადის და ხო და მართალია მონოპოლია ვათამაშოთ, მაფიის ღამე ვათამაშოთ. კი. ანუ საგამოძიებო ორგანოების დათრევასაც უნდა მაფიის შეგვიძლია პრობლემას აღმოჩნდა. კაუნტერი ისინი ომივისაც უნდა, კამერის უბრალოდ ეკონომიკური ბლოკი ვისაც უნდა, მონოპოლია. და რუსეთის აღება ვისაც უნდა, იმას კაუნტერი და კარგი იდეა. ძმაო, აი სახელმწიფო პროგრამა უნდა იყოს ოპოზიციის, აი ჩანაცვლებითი თერაპია. კი ბატონო. მეტადონის პროგრამა. ჩანაცვლებითი თერაპია. ბევრად მარტივ გამოსავალს გეტყვით, ყველას ვინც ეკრანის წინ დგას, უნდა მოეთხოვებოდეს ფსიქო. და აღიქვება ყველანაირი პრობლემა. უნდა გახდეს სავალდებულო, რომ თუ კამერის წინ გახარ და საზოგადოებას მიმართავ, ჯერ უნდა ჩავარო ფსიქო. 30-იანი წლები კი ხარი 2020. აჩო ეგ არ გვაწყობს ჩვენ. ყველა ფსიქო მოთხოვოთ ეხლა. ეგრე არ შეიძლება. უყურეთ მაშინ გიჟებს და უწყვეთ მე ეს სიმულაციები. ნემასალი კიდე გაუშვა. კაი მამის კაიშვილი. ხალხო არც ერთმა არ დახარჯოთ თქვენი ცხოვრების რამდენიმე წუთი თუ საათი და არ მიხვიდეთ იმ საარჩევნო უბანთან. აი ლელომ და გახარიამ რომ მიიღოს მონაწილეობა, მთელი კამპანია მოღალატეს კი არ დავუწყოთ. მე გრიგოლ გეგელიას და ბიძინასთან გარიგებულს. უბრალოდ ვიტყვი რომ არ გატყუებთ ხალხო რა არაკეთილ სინდისერად იქცევიან მეორე ადგილისთვის მიდის რბოლა. რა თუნდა ეხა ამას ლაპარაკი? მეტი არაფერი არ არის ეს ახლა რა სიმართლე იცი ცოტა შვილი რო იყო შეცდები არა არ ვიცი რამდენად დაემსგავსა მაგრამ რა თქვა რომ სკოჩი ავაკრათო არ მიხვიდეთო ვინც ახარტო მომხრებიო არ მიხვიდეთო იქ
არჩევნებზე ფაქტობრივად მამამის რაც დააბარა თემურ ალასანიამ საყოველთაოდ ეროვნული დაუმორჩილებლობა ეგ არის რა ალტერნატიული კონგრესი ხო უნდა იყოს და მაგას პატა ბურჭულაძე განაგებს ხო მაგარი არა პატა განაგებს ალტერნატიულ არჩევნებს და კონგრესი არა კონგრესი როგორ არის ეს გარეთ განაგებს ეს არის კონგრესი როგორ ხდებიან პატა ბურჭულაძის მიერ ჩატარებული არჩევნებით ხო იმ დღეს ხო ტარდება პატა ბურჭულაძე აი ესე მოვა და გეტყვის აი შედიხარ ეს ძალიან მაგარი ჟესტია პატასთვის მაგ ტელეფონს რო დაიჭერს უკვე პროგრესია მაგრამ პატა ბურჭულაძე ხო იძახის რომ უნდა გავაკეთოთ ტელეფონებითო 4-ში გავაკეთოთ სატელეფონო არჩევნებზე. სოტოვით აკეთებს. პეიჯერებით. პეიჯერები, სოტოვებით. არა, ნამდვილად პეიჯერებით არის მეორე არჩევნები. ეგ რაშია შენაპირებ მან მონაწილეობის მიღებას. სოტოვი. არ მაქვს პეიჯერი. თუ არ იყიდი? არა, სანამ მაშინ ისინი მოიგებენ. ისე მარტა. ძალიან თქვენური რაღაცა. იჩუ მანდაც როცა. ვაფშე რო არავინ არ მიიღოთ მონაწილეობა. ესენოზის ბატე გაფუჭდა. და პეიჯერი ხო ძალიან მაგარია რომ შენ კომუნიკაციის საშუალება არ გაქვს, შენ გეუნებია რაღაცას. ხო და პეიჯერი შენი ნების გამოხატვა. აი, შენი ნებით გამოხატვა. ხო და პეიჯერის მუღამი არის ეგ, ზმაო, არჩევნები უნდა ჩატარდეს პეიჯერით. ერთი პეიჯერი უნდა იყოს. ერთი პეიჯერი უნდა გაიგზავნო. ვერ გაუძლებს. ერთი პეიჯერი ვერ გაუძლებს. სამი პეიჯერი გაუძლებს იქა. ნომრების ბაზა ვიცით საიდან აქვს? ეგ ეხა შენ ისეთ ინტრიგანულ შეკითხვებს ვარ. Deep State-ის აკეთებდა. აქ მაგალითად ძველი ესეთ თხელი ბლოკნოტები. წითელი ლურჯი და მწვანე. სადაც უწერია ყველა ნომერი. ექნება. ეგეთი ნომრებიდან დაყოფილი. სხვა შეშენით ხავს არასოდეს. ნანდეკოლება, ნათესავები, ახლობლები. ბურჭულაძეს ექნება, ესეთი რაღაც ეგეთი იქნება, იმიტომ რომ თქვენ არ დაგვირეკავენ. გაურეკავენ, ვინც გავიგიათ რომ მათია. კიდე ერთი გვაქვს, ლევასანიკიძე. აბა გავუშვით ძალიან გავუშვით. მე დარწმუნებული ვარ რომ აი ამ 8 პარტიის თუ რამდენიც არის და შეიძლება კიდე გაიზარდოს ამის რაოდენობა განცხადების შემდეგ უკვე მათემატიკურადაც შეუძლებელი არის ჩვენი მონაწილეობის გარშემო წარმატების მიღწევა და აი ეს რისკი არც არა უკაცრავად შანსი იყო წარმატების რატომ გაუშვით ვეღარ უსმენ ამას არა გასაგებია მეგობრებო როგორ ჩანს მე ახალი იდეა დამებადა თქვენ გააკეთეთ კომენტარი კომენტარი გავაკეთოთ არ მასმენინებთ ხალხს არ ასმენინებთ დასცინეთ ადამიანს ამას რაგას უწურებთ კარგი ის განავლის კასრია და ვინძე ეს ბიჭი არ არის კარგი ეს კი კი ხო თქვი რაიან გოსლინგს გავუსწრებ რაიან გოსლინგს არა იმას რა ქვია მარლონ ბრანდოს ახალგაზრდობაში კი როგორ არა ბიჭო და შემიძლია შევთავაზო იმენა მილიონიანი იდეა დავაი ქსეროქსები ჩაატარო ქსეროქსები ელექსებით პროსტა ქსეროქსები არა ქსეროქსებით და ფაქსით და ხაბე იყოს IT მიმართულების ხედვა ქსეროქსი ფაქსი ჩვენ არა გვაქვს ამ ჩვენ ვერ მოვა ფაქსი არავის არ აქვს მე ფაქსი არ მინახია კაი 15 მე გეტყვი სადაა ფაქსი პატაბუცლაძის ოფისში ჩვენს ერთ-ერთ უსაყვარლეს რესტორანში კუპეში დგას ფაქსი კი ხმარობენ? კი. არა, ნუ ჩართულია და ის მეგობრ ის რელиქტადაა შემონახული, მაგრამ მოქმედებს და იქ შეგვიძლია დაველოდოთ პატას გამოგზავნოს საარჩევნო ბიუროზე. ის მივხვდი მე და შენ როგორ ვერ მივხვდი? მე ვერ მივხვდი. ბელიაშვილის 51 ნომერში რომ დაგვაქვს. და ერთი პერაშკი რეკლამაზე. კაი. თინა ხიდაშელი ჩვენ არ გავჩერდებითო და არ გაჩერდეთ იკაპასიტეტის გრიგო გეგელია ნამდვილად. არგი რამდენი ხანი ნული ხუმრობა უკვე ხო მას ეშინია ჩვენი ბრძოლის მას არ ეშინია და არ ადარდებს თუ დავდგებით სადღაც მხოლოდ და ვიტყვით რომ ესენი არიან არალეგიტიმური კი ეგ უნდა ვაკეთოთ There's something about me ანუ უცებას არ უნდა ურზე ეგრე არა აქვს დაუშნიკი ჩამოკიდებული ბესტილერი რო იმაიც უღუტებს ამიტომ დააპატიმრეს თქვენი და სხვა ლიდერები ანუ ეს არის თქვენი დასკვნა ამ პროცესის მათ შორის არა თუ არჩევში ჩართვა არ უნდა უფრო ფართოდ შევხედოთ პოლიტიკური პროცესის გაუქმება არა აი ბაჩომ ერთი ფილმი გაიხსენა და მან ბუგი გახსოვს ბოლოს რო პრიშიკდება რომ რა ფილმი There's something about Mary Cameron Diaz-ი და ბოლოს რო Cameron Diaz-ი გეგელი ამ შემთხვევაში მართალია იმიტომ რომ შენ მოусმინე შეძელი ჯოლისო
მართლაც ეხა მე რო დაუკვირდი ყველაზე მეტად გეგელის მეშინია რა. ხო, მაგრამ შეგეშინება. არა, ყველაზე ძალიან აქამდე მეგონა რომ თუ ნორმალ, ეგ უნდა იყოს სხვა ნორმალურობის ტესტი. თუ გეგელიას არ გეშინია. გეგელიას ბრძოლის არ გეშინია. თუ გედევან ფოფხაძის გასროლილი ტყუის არ გეშინია. არა, თუ საბაბუაძის ნამოქმედარის არ გეშინია. რეალნა ის ვის მეშინია? ლაკას. გონია რომ შემჭამს. არა, დიეტაზე აღარ არის დიეტაზე მართალია. იკბინება, დარწმუნებული ვარ რომ იკბინება. შეძლო არ მიხვიდე დისტანციურად იმიქამდე რა. ზომბებს როგორ ექცევა, ხო იცი როგორ უნდა მოექცე, ხო იცი აქ მაჯაზე რაღაცები და დაიხიო და ასე შემდეგ. ჰოკეის იმიტია, ჰოკი ჯოხი. კალესილი. კლასიკური ამბები გაიხსენე. ზომბებზე რამდენი კინო მაქვს. შენ ვისი გეშინია? მე გეგელია. მე გედევან ფოფხაძის. არა, გეგელია დაუნაწილდით. ბიჭო, გედევანი აი ჩემი აზრით მე არ მინახავს ახლა ცილს ვერ დავწავთ, მაგრამ ვიძე არ გინახავს როგორია? ვიძე მინახავს, მაგრამ ეს არ მინახავს ხო რასაც ყვები, მაგრამ შეიძლება სიმართლეა, შეიძლება. ტელევიზორი ვერ გადმოსცემს. ვესტერნები თუ გინახავთ, აი ძველი ბარაბნიანი ოღონდ აი ესე რო ისვრი რა ბარაბნიანი არის, აი სტილ მაქვინს გავს თან. ხო, ეგეც არის კი ბატონო. და იმ ვესტეში ცხენისლოს არ მიცემდნენ, კარგი რა. აი სადმე ის არანაირად და რაღაც ეგეთი. გარეგნობა არ აქვს. არც ერთ ვესტერნულ ამპლუაში არ ეწერება. რო უყურებ, გედის არავინ არ გაგონებს ის? აი, დაჯეი ბოლო მექსიკელი გლეხი რო არის, ხო იცი, აი ბოლო. აი ისიც. ანუ მასოვკაში არა თამაშებდი ვესტერნში. ხაბე გავიქ. გავიგე შევთავაზოთ რომ ქუჩაში გადაწყდება ეს ბედი გადაწყდება ეს კალვერას არ გა ქუჩაში რომ გადაწყდეს ეს ხო ყველანი უნდა ვიყოთ ერთად მოდი დღეს ფილმებზე ვართ მოხდილები და აი რა ფილმის ასოციაცია არის მაგალითად ხაბეიშვილი მანამდე უკაცრავად მე 2013 წელს არ მინდოდა ეს ხელისუფლება და მაგერი მაშინ შკრინიკოვები და ჩახალიანები რომ გამოუშვეს და ვიღაცები მე შემიძლია ვიდაო იმაზე ეგ არის თუ არა თუ საკმარისი კულტურული მნიშვნელობა შეიძლება გადავიყვანო იმ კატეგორიაში დღეს გქონდეს ფილმების დღე აი რა ფილმთან არის ასოციაცია არ არის არა ინდიზელი არა ეციცუდით რა არ არის კონტროდუქტიული შედარებები აი დედარიანი გაუშვით რა აი მაიმუნების პლანეტა მასოვკაში ათამაშე ჯერ ამხელა ხალხია ეს ჩვენი ოპოზიცია ხო დიდი კაცები და დიდი ქალები ჯერ შარლ მიშელი ჭირდებოდათ ჯერ მანამდე რაღაცა ფანჩატური ჭირდებოდა დასხდნენ ილაპარაკოთ მერე შარლ მიშელი თუ არის ისე ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ ეხლა სალომე ზურაბიშვილმა თუ არ დასვა ისე არ სხდებიან ერთმანეთს ნუ აი რა არის რა როდესაც აი ეს აღოჩერით მეგობრებო ნუ რა არის მემი მართლა ის გამახსენებია ახალი მემია ნუ რა არის რა დაერხა ვაი ლაუკოლა ეგ ვისი კერი გახდა რა ვისი იყო ვაიმე ლაუკოლა იმაში უდიპლომოს ასიძოში არის ნიკოლოზი რო იმაშევა ხო თუ თამაშობს და იმრენდელ კინოში ესეთი ლაუკოლა არ მომეწონა მაგრამ კაი მე აგინდა ბიჭო მაგრამ რა არის რა ეს არის ძალიან მაგარი მემი სხვა შორის მე მგონია რომ ოპოზიცია სხვაჩორს მერაბ მამარდაშვილს აქვს ძალიან კარგად ახსნილი რა არის ბავშვის ვთქვათ მდგომარეობა ფილოსოფიურ კონცეფტად ხო ის სამყაროსგან ყოველთვის რაღაცას ითხოვს მას გონია რომ ის არის სამყაროს ცენტრი და შესაბამისად ამ ბრაზდება სამყაროზე ან უხარიან წი და ეხლა მე ზუსტად ჩემ შულთან კომუნიკაციით მაგას ვასკვნი რომ მთელი სამყარო თავისთავად გონია 3 წლის არის და აი გაბრაზებული ეფერება ეს ოპოზიციაც ესეა იმიტომ რომ უნდათ მოგება ძალიან და ეს უნდა იყოს დასასრული რა ეს რო არ გამოდის ხოლმე საკუთარი საკუთარი თავის მაშინ გავიბუტები რაბოროტია ბიზინა რომ არ ქირაობს სტადიონს სადაც ჩვენ შევიგნებები და დავამხობთ. კახაკალაძემ საპირისპიროში შესთავაზება გაუკეთა. ეს არ დათანხმდა. ეზო სტადიონს გიქირავებ. ლაშა ბუგაძე გავუშვით.
აი მარჩელო მასტროი. ხოდოდა განზარსულია საქართველოს პოლიტიკისგან, ხო? პარლამენტი არის ფორმალობა, პარლამენტი საერთოდ აღარ არსებობს როგორც ასე. ის რომ პარლამენტი აღარ არსებობს და არადერი ფუნქცია მას არ აქვს. ეს მათ შორის ქართული საზოგადოების და მისი პოლიტიკური ელიტის დამსახურება, ოპოზიციური პოლიტიკური ელიტის დამსახურება, რომელიც პარლამენტში არ შევიდა, იმიტომ რომ ამ პარლამენტს აღარავინ არ აღვაქვს, ვის საინტერესებს ამის შეხედვა და ამიტომაც ანუ დაიწყეს უკვე ხალხო, აგერ ეს ვინ ჩემი ფეხებია, მაგრამ უკვე დაიწყეს ღიად ლაპარაკი და ეს კიდე აზრისდება და ერთი ამოსაღები არის ამ უნიჭოს მტკიცებები რას იძახდა, როცა ბოიკოტს ემხრობოდა პარლამენტში არ შესვლას. ეგ მოსაძებნია, გოგოებო, მოძებნეთ, რა თუ შეიძლება ამისი ხვალისთვის. ეხა ხო იძახის, რომ ეგო პრობლემა არისო, რო არ შევიდნენო. ეხა რას იძახდა ბოიკოტის დროს, რომ ეგ მესიჯი გარედან მოვიდა, ეხა მე რო არ შემეშაო ზუსტად იმას ვიზა, კი, მოვიდა მე მგონი, რომ ისგან მოვიდა, რომ ოპოზიციაო რო არ შევიდაო და ეს 40%-მდე მიღებული მანდატიო რო არ გამიგენაო. ეგ არისო პასუხისმგებლობა თავის ამორჩევლის მიმართო აღარ მახსოვს ვისი განცხადება გარედან ევროპულმა ხო? კი და აგრეთვე მანვე დასძინა რომ ეუთოოდრის დასვლაშიო შავით თეთრით შავით თეთრზე ხედავთ რომ წითლით თეთრზეა წერიაო რომ ეს რა ქვია ალბათ ადგილი არ ქონია შვეიცარიელი პოლიტიკოსი რომელიც დამკვირვებელი გახდათ მისი პოსტით წავიკითხე ის ამბობს რომ არჩევნების მეორე დღეს დამკვირვებლები შევიკრიბეთო და იდეალურად ჩატარდა არჩევნები თქვითო, მაგრამ მე ვიღაცას ბევრს ვიღაცას არ მოეწონა ევროპაში არჩევნები. ეუთოს გენერალურ დივანს უთქვამს. საღოლშენ. და ანუ ყველა აღიარებს რომ არჩევნები არ გაკალმებულა, არჩევნების შედეგები არ მოეწონათ და როგორც რუმინეთში ქნეს, ისე უნდათ დაკარგოს. ვერ მოგართოთ. საერთოდ ეხლა ცოტა გეოპოლიტიკაზეც რო გადავიდეთ, არ გეჩვენებათ რომ ძალები გადაისროლეს ცოტა სხვაგან რუსეთთან საომარი ძალები, იმიტომ რაც ხდება აზერბაიჯანს და რუსეთსა და სომხეთს და რუსეთს შორის რაღაცნაირად დიდ ძალებს მოითხოვს, ხო? Deep State-ის და პაშინიანი დაადებულია. არა, დეტალები შეიძლება არ ვლაპარაკოთ, იმიტომ რომ არ ზღირს, მაგრამ ჩვენ რაღაცნაირად შეგვეშვენ. აი თუნდაც ეს განცხადებები, თუნდაც ის ამბავი არავინ არ შეგვეშვა. არა, შეგვეშვა. ტონები შეგვეშვა არა, ვინ შეგეშვება, მაგრამ ძალები ხო ყველაფერთვის ერთდროულად არ ყოფილ. უკრაინას რო ხო, ეგრეა. სამხედრო შეიარაღა და შეუჩერა ამერიკამ. კი, ეგ ვიცი. ხო, ეგ გავიარეთ ჩვენ, განვიხილეთ ეგ საკითხი. განვიხილეთ, რომ დღეს შეუჩერა. ხო. შეუჩერა რა, რაც აქ იმით იომებს, მაგრამ ძალიან ცოტა ხარ. გამოტებით აღარ მიაწვის რა. ხო, ანუ ეგ არის არის პრობლემა რა, ზელენსკის პიჯაკით მისვლამ არ გაჭა. თავარი პრობლემა ის არის რუსეთის არმია აწარმოებს რუსეთის არმიაში მიდის დაბრავალეცი. ძალიან დიდ ფულს უხდიან რუსეთის გლუბინკიდან, ანუ პროვინციიდან ადამიანებს ისეთ ფულს უხდიან, რომელსაც ის ვერ იშოვი და ვერ ასწორებს, ვერ ნახავდა. და ოჯახიც რა თქმა უნდა სიხარული თურქებს ომში. და რუსეთის რესურსები ამხრივ თუნდაც მორალური, მე გულისხმობ ჯარისკაცის ხალის რო წავიდეს და მატერიალური დიდია. იქ ტიპები დაძდევენ უკრაინელ მოქალაქეებს TCK და ძალით მიყავთ ფრონტზე და ხარისხი ესეთი ჯარისკაცისა კი იცით და ხდებოდა. ნუ ყველა ვისაც უკრაინას გულშემატკივრობს, თვითონ ბევრი უკრაინელიც ამბობს, რომ პრობლემაა დიდი და აქ მე რამაინდელს ზელენსკი აღარ არის ამათი ჩვენი ნაწილი ბერდების გმირი. აღარ ახსენე. როგორ არა? არა, არის. ჰაუსფარის სამყაროს ლიდერია მათ. არის კიდე? არა, მე მგონი აღარ არის, არა. არის. ჭოლა გაუშვდა ბა. აუ შიტ. დოი არ ჩანს. ნიკოლოზ რაჭველი? არ ჩანს რა გაუშვდა. გამოჩნდი ნიკო რა. გაუშვი დოი. ნელა რა თქმა უნდა სიმძაფრე დავკარგე. დავკარგე სიმძაფრის საქმე. ამანაც ალეკოსის გააკეთა მასწავლებელი. პირადი აი თითქოს მე მეხება აღარა მაქვს. და ეს ალბათ ამითი რაღაცა მიზანს მიაღწია სისტემამ. რომ მოახდინა ეს რომ ხო ჩაოლებრივ ყოფად გახდა. აი მას ადმინისტრაციო აბაბიჩო ის არ გაუჭერია ხურზე დაიჭერეთ მაგრამ კარგი. ამიტომ ზაღოზნო ეს კიდე ეს გურული კაცია და იგი გააჩერეთ შეიძლება ეს არის იჭიერი გურული კაცი. ეგეთ რაც არ გამიგია, ანუ ზადნი მივეციო, შევისვარეო. ახსნა ზადნის მიცემის ისა. და ბუნებრივია. ეს ხათა შორის თუ გახსოვთ, ერთი დღე არ გაუჩერებიათ თავის. ფულის დასგა თეატრი, ერთი დღე. მოდიოდა ჯიგრულად თქვენთან ერთად ვართ რაღაცა გურული კაცია შენძრეული ძალიან და ოჩახ, მე მომწონს და
შეიძლება სპექტაკლიც წავიდე. რეციურ საქართველოში. თენგო თევზაძე ხო ის არის კაცო? Just Tango. ხო, გავუშვით. პარტია ახალი და მთლიანად კოალიცია შექმნის დღიდან მოწოდებული ვართ იმისათვის, რომ ვიყოთ თანმიმდევრულები და რაც აკლია ქართულ პოლიტიკურ ასე ვთქვათ ძირითად ნაწილს, მოდი ესე ვიტყვი, პოლიტიკურ მაგარია გააჩერე. ამ კოალიციაში შედის ლაკა ხოშტარია და ლაკა ხოშტარი არის საოცრად თანამიმდევრული. თანამიმდევრულია რა. აი მაგალითად შეუძლია დაждდეს და მოკვდები და ისევ შიმშილებო და ხვალ თქვას რომ არა ეგოლა. შენ მაგ მასშტაბის შიმშილობა გინახავს? არა, მაგ შევტყვი. ძალიან თანამიმდევრულები არიან, ძალიან. აი ესე იგი ლაკა ხოშტარია რო ყავს პარტიაში თუ კოალიციაში და რო იძახიო თანამიმდევრული ხარ, იდიოტი ხარ, აბარა ხარ. აი თანამიმდევრული რუსულფული რო ერცხება თან ყოველთვე. ეგ კიდეც საკეთებაა, რა თქმა უნდა. პატა მანჯგალაძე მეგობრებო, პატა მანჯგალაძე არის ადამიანი, რომელსაც ყოველთვის დიდი სიამოვნებით უსმენ. შეიძლება ვერ მოხდეს ამ საკითხზეც საერთაშორისო დაკავშირების საკითხზეც ერთიანობა, მაგრამ არ გავახაროთ ჩვენ ინტერესი. ეს მართლა კინოგმერი. პირველ კროსში რო არის. ეს მართლა კინოგმერი. თუ მაინც პოზიცია ვერ შეჯერდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ყველაფერს აკეთებდით. მანამდე დაპატიმრებამდე გიორგი ვაშაძე ყველაფერს აკეთებდა, რომ ეს ერთიანობა გამოსულიყო და ეს ვაფშე არ გვაინტერესებს. მოდით ახლა ჩვენ მოვიკითხოთ შინაურულად, რას აკეთებენ ციხეში პატიმრები. ჩვენი პატიმრები. ერთად არიან, ერთ საკანში არ არიან. პრაგულკაზე ალბათ ხედავენ ერთმანეთს. ამ ჯოკერს ომარობენ თუ არა? არა, ესენი ზონაზე არ არიან. ანუ მამუკა ბინას ვერ მოუგებს ვერავის. ხაზარაძე. მამუკა ბინას ვერ მოუგებს. ხო, მაგრამ აი საინტერესოა რას ფიქრობენ, როგორ ცხოვრობენ. ერთმანეთთან რაღაცა მორზეს ამბანი აქვს. ჩვენ მაგალითად გივით არგამაძის შთაბეჭდილებები ციხეზე ვიცით. ეხლა ჩვენ გვაინტერესებს გივის პირიდან გაჟღერებული ძალიან. ჩვენ მაგაზე ვილაპარაკეთ. ეხლა ჩვენ გვაინტერესებს ბატონი ბადრის შთაბეჭდილება ციხესთან დაკავშირებით. აი მაგალითად ბადრი ისედაც როდენის ცნობილ ქანდაკებას გავს. მოაზროვნეს და მე მაინტერესებს ამ მარტოობაში და სააზროვნო სივრცეში როგორ გაიშლება. აი მაინტერესებს მეგობრებო, შეიძლება გავიგოთ, აი საჯაროდ სვავ კითხვას. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი როგორც ნაციხარი ადამიანისთვის. ბატონი ბადრი და ბატონი ეს თაღლითები, ბებერი თაღლითები, ანუ ერთად ხედან თუ არა? ანუ პერედაჩი რომ მოდის და უშოთ მოუტანეს ბადრის. უყობს თუ არა? მამუკა რო არ გაუყობს არავის პერედაჩს, ეს ცხადია. მაგრამ როგორ არის მან რა ქცევა არის, ხო? როგორ არის? ეგ ძალიან საინტერესოა. ასევე გვარამია და მელია ერთად არიან თუ არა? და ხო არ ძალადობს გვარამია მელიაზე. მელიაზე, კი. ხო, გვარამია მელიაზე ძალადობს, სხვადასხვა ახალი ნიუანსი მოიტანე შენ და შეიძლება ესეც იყოს, ხო? არასამთავრობო. დესვოლ ლაბარაკობ, შენით მოინახულეთ. იქნებ რა უჭირთ? კიდევ ვინ არის დაჭერილი? თარგამაძე გავიარე. ვაშკა. ხო, ვაშაძე, რას აკეთებს ვაშაძე? ბლოკჩეინი ხო არ გააკეთა? ბლოკჩეინი ხო არ გააკეთა, პატკობი არამე. ეგა ძალიან საინტერესო საკითხები. ამიტომ მეგობრებო, იმენა ის არის კაზლიატნიკის იდეალური სურათი, კაფსი არაფერი არ არის. დედავატი, მაგით უნდა დამესრულებინა. იმენა ვაფშე არ ჭირდება ბრიგადირის და ერთი. აი ბრიგადირი არ. ყაზიოლების. მელია. მელი არ არის ბრიგადირი. მელი ძლიერი. არა, იმენა ესეთი მაიკით მელია უნდა იყოს მაგის ბრიგადირი. ბიჭო. აი ბრიგადირი არა. კაზლიატნიკის ყაზიოლების ბრიგადირს ყავს ბუგორი. მოკრება იქიდან რაღაც ეგ. და მელია გასაგებია ბუგორი უნდა იყოს, მაგრამ ვინ იქნება ბრიგადირი? რამსიც ვინც იცის და ბრიგადირი. ხო ციხის ინფრასტრუქტურაში ხო ერქვა. მე მგონი იქნება ხაზარაძე. ხაზარაძე იქნება ბუგორი. ბუგორი რა იყო? გვარამია არც კი გამინდა გავიფიქრო. არც კი მინდა გავიფიქრო. გვარამია ცოტა რთულად არის. მაგის სცენირებაში რო წავედით, სადაც ეს ყველანი ერთად ზიან. ეგ არის კაზლიატნიკი. პარაშები აღარ არის. მე ბიჭო თეორიულ დაშვებაში მივდივართ. ხა მასე აპუშენი ვინ არის? რაღაც მეკითხები, ვილაპარაკეთ უკვე მაგაზე. გაიგე, ჩემი პირიდან გინდა გაიგო. იქნება რა არის, ცი? მე უნდა ვკითხოთ მაგათ, ვინც გამოვა გარეთ, რომ ამასთან ერთად დავდით, ვავდით თუ რაღაცაო. ეგ საკითხავია რა. ანუ პრედიევა იქნება არა მარტო ის, რომ ქვეყანას უყავდნენ, არამედ გასაგებია, მე ჩვენ ვიცით და გითხავთ მაგათ რომ გამოვა. სტატუსზე თუ ხელი მოაგინები. თუნდაც. აი ასე, ჩვენ წინ ბევრი გართობა გველის მეგობრებო, ეგენო გამოვდნენ გარეთ, რო იტყვიან რომ ციხეში ვიჯექით თქვენი დედავატი უნამუს კურორტზე ხარ, კურორტზე.
კარგად ზანდებოდეთ, ხვალ შეხვდებით ერთმანეთს. აბა ხოლმე მეგობრებო, ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ სხვანაირად არ შეიძლება რომ იყოს. ნამდვილად. მე დავამშვიდობე უკვე ვიხსნი. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. თამბაქოს მოხმარება იწვევს ხორხის კიბოს. მოწევა